მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად დაგიბრუნდით ახალი და სამოტივაციო ვლოგით სამზარეულოდან. სიმართლე გითხრათ, ამ წელს როგორც ვხედავ, ვერ შევძლებ გენერალურ დალაგებას კარგად, როგორც იტყვიან, როგორც აქამდე ვაკეთებდი წინა საშობაო მარათონებს. ამ წელს პატარას გამო ვეღარ შევძლებ, ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ სამზარეულო დამელაგებინა კარგად. დარწმუნებული ვარ, არ გაიტანს დეკემბრამდე, მაგრამ მაინც ბევრი გეგმები მაქვს. თან ერთი სული მაქვს, როდის დავდგავ ნაძვის დღეს. უზომოდ მიყვარს შობა, უზომოდ მიყვარს ეს წინასაშობაო განწყობა, წინასაშობაო სამზადისი, არ ვიცი, აი ვერ აგიხსნათ, პატარა ბავშვივით მიყვარს და ერთი სული მაქვს. თან მექნება წელს ახალი ნაძვის დღე, ახალი ნაძვის დღე შევუკვეთე და ერთი სული მაქვს, როდის მოვა, როგორც კი მოვა დავდგა აუცილებლად, რა თქმა უნდა. ჩემი ნება რომ იყოს, ალბათ დღესვე დავდგავდი. ახალი ნაძვის დღე რომ არ მქონდეს გამოწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ დღესვე დავდგავდი. ისე ძალიან მინდა და იმ დონეზე ვარ მოტივირებული. ჩვენთან მაღაზიებში აგვისტოს ბოლოს უკვე დებენ საშობაო რაღაცებს და ამ ყველაფრის დანახვაზე ხომ საერთოდ მინდება და მაქვს აი არაჩვეულებრივი სასწაულის საშობაო განწყობა. დილიდან დავიწყე მე აქ უკვე ყველაფრის გაკეთება და სიმართლე გითხრათ, ცოტა გვიან მოვიფიქრე გადაღება, ამიტომ ახლა გაგაცნობთ რა ჩავიდინე დილა ადრიან. აქ როგორც გახსოვთ, იყო გადაკრული ასეთივე გადასაკრავი შავი, მოვხსენი, ზემოდან ჰქონდა წებო მიკრული, რადგან ძალიან დიდი ხანია იყო ეს გადასაკრავი, ძლივს მოვხსენი წებო, თავიდან დავიწყე ამ წებოს ზეთით გაწმენდვა, შემდეგ სერგოს გაახსენდა, რომ ჰქონდა მანქანის წებოს მოსაშორებელი და დავურთავ ვიდეოს თუ როგორ გამოიყურებოდა, იდეალურად მოიხსნა და ზუსტად აი ამ ლაქების გამო გადავაკარი მაშინ მახსოვს, რადგან ეს ლაქები ყოველჯერზე აი ასე რჩება. არაუშავს რაღაცას მოვიფიქრებ, რომ ასე ლაქები აღარ ჰქონდეს და ჩემი აზრით ასე უფრო უკეთესია. რაც შეეხება აქ გადასაკრავს, აქ უკვე ნელ-ნელა ვაძრობ, დღეს გამოვწერე ასეთივე გადასაკრავი ოღონდ თეთრი. ეს გადასაკრავი უკვე 2 წელზე მეტია, 2 წელიწადნახევარია, რაც აქ არის გადაკრული და უკვე ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ უკვე მექნება წელს თეთრი ზემოდან. რაც შეეხება აქ ვწმენდავ პლიტას და დაწყებული მაქვს უკვე უნდა დავამთავრო. აქედან ავიღე უკვე დეკორაცია საშემოდგომო და რა არის ახლა ეს? აი, ესე იგი ვალაგებ არ ლაგდება და უნდა დავალაგო აქაურობა კარგად. აქ ჩავიტანე უკვე დაბლა სარდაფში საშემოდგომო დეკორაცია, აქედანაც ავიღე, დავტოვე მხოლოდ ეს რაღაცეები და იმედი მაქვს, რომ მალე მოვიტან საშობაოებს და დავდგავ აქ საშობაოდ. ყველაფერს მოვაწყობ ლამაზად. დავასრულებ პლიტის გაწმენდვას და შემდეგ მინდა რომ დავალაგო მაცივარი, სანამ კიდევ პროდუქტი არ დავამატეთ და არ გაივსო. ახლა ახალი პრობლემაა მაცივართან დაკავშირებით. ყველაფერი არის დაბლა სართულზე, სადაც ბავშვების წვდებიან, მაცივარი თვითონ არის ძალიან მაღალი და მაღლა ბოლო სართულზე როგორც ჩანს ვერ წვდებიან და რაც კი ხელში ხვდებათ დაბლა სართულებზეა განთავსებული. მოკლედ არეულდარეულია იქაურობა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უცებ ეგეც დამელაგებინა დღეს და შემდეგ გადავალ უკვე სხვა საქმეებზეც. ჩემთან მაცივარში გუშინდელი სადილი არასდროს არ არის, რადგან ყოველთვის ვამზადებ იმდენს, რომ იმ დღითვე მივირთვათ. ვიცი თუ დარჩება და მაცივარში იდება იქამდე, სანამ შემდეგ არ გადავაყრი, ამიტომ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ცოტა მოვამზადო.
ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მაკარონი თუ დარჩება ხოლმე ისიც იშვიათად და შემდეგ ამ დარჩენილი მაკარონისგან ვამზადებ ღვეზელებს და ბრაწულას და ასე შემდეგ რადგან რომ გამოიყონ და გააცხელონ ასეთი რამ არ იციან ურჩევნიათ რომ რაიმე ახალი მოამზადონ ვიდრე გუშინდელი გააცხელონ მოკლედ ჩემს მოცივარში შევამჩნიე რომ უამრავი ძეხვეულია რადგან ყოველჯერ მაღაზიაში რომ მივდივარ ვიღებ ძეხვს და ყოველთვის ვფიქრობ რომ რომ ვერ მოვასწრო სადილის მომზადება, რაღაც მაინც იყოს, რასაც ვიცი რომ ბავშვები მიირთმევენ. მოკლედ უამრავი ძეხვი დაგროვდა. კიდევ დიდი ხანია ვფიქრობ ნახევრად ფაბრიკატებზე. ვფიქრობ რომ რამოდენიმე სადილის მომზადება შეიძლება და შემდეგ გაყინვა, მაგალითად როგორიც არის ტოლმა, ბლინები ხორციანი და კიდევ ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა აჭარული ხაჭაპურის გაყინვა. მოვამზადებ ნავებს ყველით, შემდეგ გავყინავ და როცა დამჭირდება გამოვიღებ, გალღობის დროს საფუარიც გაღვივდება და დაიწყებს ამოსვლას, უფრო ფუმფულა გახდება, შემდეგ რომ გამოვაცხობ, დავუმატებ კვერცხს და მგონია რომ კარგი უნდა იყოს. ასევე მაქვს პროტესტი მთლიანად ევროპასთან, რატომ იყიდება გაყინული იტალიური პიცები და რატომ არ იყიდება ქართული გაყინული აჭარული ხაჭაპური. ან და უბრალოდ ხაჭაპური, ღუმელში გამოსაცხობად, ან ხინკალი მაგალითად. ხინკალი კი არის რუსულ მაღაზიაში გაყინული, მაგრამ პილმენი უფრო დიდია ვიდრე ის ხინკალი. არ ვიცი, ალბათ ჩანგლით უნდა მიირთო ისეთი პატარა ხინკლებია. მოკლედ, ჩემი ნება რომ იყოს, შემოვიტანდი აქ ხინკალსაც, კობდარსაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატო არ იყიდება იმ მართლა რატო არ იყიდება ქართული პროდუქცია მაღაზიებში გაყინული, როცა ტოლმაც კი არის გაყინული და ბლინებიც კი არის ხორციანი მაღაზიებში გაყინული. მოკლედ, ბავშვიც მეხმარება, როგორც ყოველთვის, უკვე აღარ ჩერდება ადგილზე და აღარ ჩერდება ამ სკამში. ითხოვს ყურადღებას, ითხოვს რაიმეთი დაკავებას, ან და უნდა რომ ავიყვანო. მოკლედ, ნეტა ვიცოდეთ რამდენჯერ გავთიშე კამერა და რამდენჯერ დავიწყე ახლიდან გადაღება. ბავშვებიც მოვიდნენ სახლში, ნიცას მოერიდა და არ შემოვიდა, რადგან იცოდა რომ ვიღებდი, ხოლო გოჩას თავიდან არ უნდოდა შემოსვლა, მაგრამ ძამიკო ძალიან მოენატრა და მაინც შემოვიდა. ცოტა ხანი ეთამაშა და წავიდა გაკვეთილების სასწავლად. პატარა ჩავსვი ისევ თავის სკამში, მაგრამ ჭირვეულობდა, აღარ ჩერდება, ამის გამო გავაჩერე ჩემი დღევანდელი დალაგება, გადავიტანე ხვალისთვის და ახლა მოვამზადებ ვახშამს. მოვამზადებ ვახშამს, უკვე ბნელდება, ახლა არის 4 საათი და 5-ისკენ უკვე კარგად ბნელა, მინდოდა აქ შიგნიდან კარგად გაწმენდვა ჭურჭლის მანქანის, ალბათ ხვალ გავაგრძელებ, რადგან როცა ბნელდება აღარ მიყვარს საქმის გაკეთება და ასევე ხვალ მინდა რომ კარგად ღუმელი გავწმინდო. ახლა მოვხარშავ მაკარონს, ასეთ მაკარონს და მოვამზადებ ისპანახის соуს. ეს არის უკვე დამზადებული ისპანახი, შიგნით არის უკვე ნაღები, დავუმატებ შემდეგ მხოლოდ არაჟანს და მოკლედ კარგად რომ გალღვება, დავუმატებ არაჟანს და სულ ცოტა მაკარონის წყალს.
დავამზადე ასევე სალათა მაიონეზით, სხვათა შორის დავაკვირდი, რომ ასეთ მაიონეზიან სალათებს და მაიონეზიან რაღაცებს ხშირად ვამზადებ ზამთრის პერიოდში. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, აი ამ პერიოდებში არ ვიცი რატომ სხვა დროს უფრო ზეთს ვხმარობ ხოლმე. გადავიტანე პორციებად, ასე უფრო ადვილად მისართმევია, ყველას თავისი სალათის პორცია იქნება, ცოტა გეგმები შეიცვალა, გოჩამ თხოვა რომ ისპანახში დამემატებინა კვერცხი და დღეს გვაქვს კვერცხიანი ისპანახი. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. ახლა არის უკვე მეორე დღე, ვაგრძელებ სამზარეულოს დალაგებას, როგორც ხედავთ, ღუმელი ჩართულია, ღუმელი ჩავთე, რომ ოდნავ გაცხელებული იყო, გასაწმენდად, პატარასთვის რაღაც ავჩონჩხე, რომ ცოტა ყურადღება მიექცია და ცოტა ხანი გაჩერებული იყო, ხოლო მე მოვამზადებ თან სადილს, დღეს მოვამზადებ ხორციან соусს და თან დავალაგებ ღუმელს და გავწმენდავ ასევე ჭურჭლის მანქანას. დღეს მინდა რომ გავწმინდო ჭურჭლის სარეცხის მანქანა შიგნიდან, ასევე ფილტრი მინდა რომ გავრეცხო და მინდა რომ გავწმინდო ღუმელი. ღუმელი უკვე გავათბე, სადღაც 10 წუთით 50 გრადუსზე და დღეს გამოვიყენებ აი ამ სპრეის. მივასხავ, დავტოვებ რამოდენიმე ხნით, სანამ გავრეცხავ ჭურჭლის მანქანას და იქამდე ეს ხსნარიც იმოქმედებს, შემდეგ გავწმენდავ ღუმელს. ასევე მინდა რომ მოვხსნა ეს შუშა და შიგნიდანაც გავწმინდო, რადგან შიგნიდანაც უკვე საკმაოდ ჭუჭყიანია. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს ქაფი მივასხი და ჩემი აზრით თავის საქმეს კარგად უმკლავდება. ასევე დავაბინავე ჭურჭლის მანქანა, ახლა მინდა რომ გავწმინდო. რა თქმა უნდა, ბავშვი არ არის აქ, რადგან ეს ქაფი არის ქიმია და საშინელი სუნი აქვს, სანამ მივასხავდი უკვე წაყვანილი იყო ბავშვი. ახლა მინდა რომ აქ გავწმინდო. აი ეს ფილტრი, ასევე მინდა რომ ესენი გავწმინდო, ამათ არ ეტყობა, მაგრამ აი ამ ხვრელებში თუ ნახვრეტებში არის ხშირად საჭმელი გაჭედილი და კბილის ჩხირით საჭიროა რომ აქაც ამოსუფთავდეს ესე და აი ეს. ესეც რა თქმა უნდა. აი აქ. ასევე გავწმინდავ, კირა და გავრეცხავ აი ამ ხუფს, ხუფიც ყოველჯერზე გასარეცხია, დავამატებ მარილს, ეს ფილტრიც. ეს ყველაფერი რაც გასარეცხია გადავიტან. კიდევ პატარა ხრიკი, იმის გამო რომ არ გაშავდეს დანაჩანგალი, კილეტა აიღეთ, კარგად დაჭმუჭნეთ და ჩააგდეთ ხოლმე დანაჩანგლის ადგილას. როგორც ხედავთ, თვითონ კილეტა შავდება. აი ასე, ეს უკვე თითქმის 3 თუ 4 დღეა რაც აქ გდია და ასე რომ გაშავდება, უნდა გამოიცვალოს შემდეგ. ამის გამო დანაჩანგალი არ დაჯანგდება და არც გაჩფუჭდება. ეს ფილტრი კი არის ცოტა საზღარი გასაწმენდი, მაგრამ იწმინდება სარეცხის ღრუბელით და უბრალოდ სარეცხის საშუალებით. ამის გამო მიკეთია ხელთათმანები, როგორც გეკითხარით, ცოტა საზღარი გასაწმენდია, რადგან რომ ხსნი დაგროვილია 1000 საკვები და ასე შემდეგ.
მას შემდეგ რაც შიგნიდან გავწმინდე ჭურჭლის მანქანა, აი ეს ტრუბა ასევე გასაწმენდია შიგნიდან მილები, რასაც ხელით ვერ ვწმენდა, ამის გამო აი აქ მაღლა სართულზე ვდებ ერთ ჭიქა ძმარს, ძმარი სულ ერთია როგორი იქნება, ასევე გამოდგება ვაშლის ძმარიც, ასე ვდებ და ვრთავ სარიცხის მანქანას 1 საათიან რეჟიმზე, არანაირი ტაბლეტის და სხვა საწმენდის საშუალების გარეშე მხოლოდ ძმარი. შემდეგ ეს ძმარი ნელ-ნელა მიდის დაბლა და წყალს უпроსტად რომ გაჩერდება, აქ იქნება დაგუბებული სუფთა წყალი, რომელიც უბრალოდ უნდა გადაღვაროთ. საქმე წინ მიდის, გადავედი უკვე ღუმელის გაწმენდაზე, თან მახარებს რომ პატარამ სულ ახლახანს დაიძინა და მაქვს ცოტა დრო რომ კარგად გავწმინდო ღუმელი, დღეს ასევე მაქვს დაგეგმილი ვიზიტი ექიმთან, ოჯახის ექიმთან, საერთოდ როცა მაქვს ექიმთან კი არა და საერთოდ გასასვლელი თუ ვარ და დაგეგმილი ვიზიტი თუ მაქვს, იმ დღით არ ვაკეთებ ასეთ მასშტაბურ და რაიმე განსაკუთრებულს, როგორც დღეს ღუმელის გაწმენდვა მაგალითად, რადგან უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ სახლიდან გავიდე ნორმალურად. დღეს უბრალოდ ვეღარ გადავდებდი, რადგან გადადებული საქმე შემდეგ კიდევ იდება, ზუსტად ისე როგორც ჩემი სამზარეულოს შეღებვა, უკვე რამდენჯერ გადავდე და ვეღარაფრით ვეღარ შევღებე, თან ცოტა ჯიუტი ადამიანი ვარ და არავის არ ვაძლევ რომ შემიღებოს. უნდა შევღებო მე, რადგან ჩემი შეღებილია და მიყვარს ეს საქმე, მიყვარს როცა ჩემს თვალწინ რაიმე გარდაისახება და უფრო ლამაზი ხდება. ასევე ვფიქრობ რომ ცოტა გადავდებ საშობაო გაფორმებასაც სამზარეულოში, რადგან სანამ ზემოდან არ გადავაკრავ გადასაკრავს, იქამდე არ მგონია რომ რაიმეს გაკეთება შევძლო, თან გამოვწერე იაპონიიდან თუ ჩინეთიდან, არ ვიცი, საიდანღაც მოდის, მოკლედ AliExpress-დან მაქვს გამოწერილი და ველოდები როდის მოვა, დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვა, რადგან გუშინ გამოვწერე და ალბათ 1-2 კვირა მაინც დასჭირდება, სანამ ჩემამდე მოაღწევს. ექიმთან ვიზიტი მაქვს 4 საათზე, რამოდენიმე დღის უკან ჩავაბარე ანალიზები, რადგან თვითონ ოჯახის ექიმმა მოითხოვა, რომ მშობიარობის შემდეგ გავსინჯულიყავი მასთანაც, ჯერ პირველ რიგში ჩამაბარებინა ანალიზები და დღეს უბრალოდ გასაუბრება მაქვს ექიმთან. ჩემი ოჯახის ექიმი ახლოს არის ჩემთან, ზუსტად ისევე როგორც ჩემი გინეკოლოგი, ასე რომ 9 საათით ადრე გავალ სახლიდან და თუ კარგი ამინდი იქნება, ალბათ ფეხით გავისეირნებ პატარასთან ერთად. რაც შეეხება ჩემი ღუმელის გაწმენდვას, გვერდებზე ხედავთ რომ დარჩა ლაქები, ამას სპეციალური ღრუბელი სჭირდება, მაქვს ნანახი მაღაზიებში და არასდროს მიყიდია, აწვი შევიძენ აუცილებლად და ისე გავხეხავ. ზედ ახატია ღუმელი და არის თუ არ ვცდები უკვე თავისი საწმენდის საშუალებით, არაფერი აღარ სჭირდება, უბრალოდ უნდა კარგად გაიხეხოს. დავაბრუნე ყველაფერი თავის ადგილზე და გავრეცხავ ასევე ჟარონებსაც, გამოსაცხობ ფორმებს უფრო სწორად. ამას არც თუ ისე ხშირად ვრეცხავ, რადგან ყოველთვის ვხმარობ გამოსაცხობ ქაღალდს, მაგრამ თუ დავიწყე ამის გარეცხვა, უნდა ზედ გადავყვე, რასაც ქვია უნდა გადავყვე, ისე რომ არც ერთი ლაქა არ ჰქონდეს გამოსაცხობ ფორმებს და აი ამ არ ვიცი რა ქვია, სეტკას ალბათ, არ ვიცი მართლა არ ვიცი ამ ფორმას რა ქვია, ფორმაც არ არის. რა ვიცი, მოკლედ რაც
ქვია, კარგად გავხეხე ისე რომ ბზინავდეს და ბრწყვიალებდეს, ასევე გავხეხე ორივე გამოსაცხობი ფორმა, როგორც დიდი ისევე პატარა. ხეხავ რკინის სახეხით და სოდის შემცვლელი ფხვნილით, სხვათა შორის ეს ფხვნილი არც ისე დიდი ხანია, რაც მაღაზიებში შევამჩნიე, აქამდეც იყო, უბრალოდ მე არ მიმიქცევია ყურადღება და ჩემი საყვარელი ფხვნილია. მოკლედ, რამდენჯერაც მივდივარ მაღაზიაში, იმდენჯერ ვყიდულობ და აბსოლუტურად ყველაფერს ამ ფხვნილით ვრეცხავ. მართლა ყველაფერს. პლიტიდან დაწყებული, სააბაზანომდე დამთავრებული. It's my turn this time. They took a shot, now I want mine. You fall, I rise, I take the wheel. So this is how it feels. Where do I go from? გაირეცხა ჭურჭლის მანქანაც, როგორც გითხარით, აქ უბრალოდ წყალია და შემდეგ ამ ჭიქასაც გავრეცხავ, რა თქმა უნდა. ასეთი გაკრიალებული ახლა შიგნიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მილებიც კარგად გაიწმინდა. ღუმელი ჩავრთე, რადგან მინდა რომ რაიმე გამოვაცხო. აქ ვამზადებ კომშის კამპოტს და სადილიც მომზადებულია. ახლა გამოვაცხოთ ერთად, მინდა რომ რაიმე უცებ გამოვაცხო, რადგან ძალიან ცოტა დრო მაქვს. მოვამზადებ შოკოლადის ხვეულებს ფენოვანი ცომით, ცომზე ვუსმევ შოკოლადის კარაქს, შემდეგ ზემოდან ვადებ მეორე ცომს, ვჭრის, ზემოდან ვუსმევ კვერცხს და ვაცხობ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთით და შემდეგ ვაყრე შაქრის პუდრას. არის უგემრიელესი, მზადდება უმარტივესად და ასეთი ხვეულები იყიდება საშობაო ქალაქებში. დღევანდელი ეს შოკოლადის ხვეულები უფრო მეტ განწყობას მაძლევს საშობაოდ, მოკლედ აი ძალიან ვარ მოტივირებული საშობაოდ და მისაღებ ოთახში მიდევს ტოტები, ნაძვის ტოტები, რათა სურნელი იყოს ნაძვის და შობის. აი, ვერ აგიღწევს რა ძალიან ველოდები ამ შობას. ალბათ იმიტომ, რომ წინა საახალწლო პერიოდში და წინა წელს თავს ვერ გრძნობდი კარგად, მქონდა ტოქსიკოზი, ამიტომ ვერ შევიგრძენი ბოლომდე ეს საახალწლო წინა საშობაო მზადება და ასე შემდეგ. ამის გამო ალბათ ასე ძალიან ველოდები წელს და ერთი სული მაქვს როდის დადგება. ჩემი შოკოლადიანი ჩხირებიც მზად არის, ასე გამოიყურება, არის უგემრიელესი, ოდნავ რომ შეგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა, ცხელი არის რბილი და ცომივით არის, ხოლო ოდნავ რომ შეგრილდება, აი ასე კარგად იჭერს თავს და ასეთი უგემრიელესი გამოდის.